მოსამართლეს ზვიად ცეკვავამ წუხელ ღამის 2 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული 3 აქტივისტის საქმეზე. 4 საათიანი მოსმენის შემდეგ ლაშა დგებუაძეს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სანდრო სეხნიაშვილს და მარინე ნანავას კი 5000 ლარიანი ჯარიმები. გუშინ საღამოს ამოიწურა ადმინისტრაციული პატიმრობის 48 საათიანი ვადა 26 ივლისს დაკავებული აქტივისტებისთვის. შესაბამისად, თუ მოსამართლეს საქმეს წუხელ არ განიხილავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი გათავისუფლება მოუწევდა. სხდომის პარალელურად ხმაური იყო სასამართლოს ეზოში. მანდატურებმა სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილს დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს. სხდომათა დარბაზის ზომის, სიმცირისა და დამსწრეთა სიმრავლის გამო. აქტივისტების გულშემატკივრებს სასამართლოს შენობა იძულებით დაატოვებინეს. მოგვიანებით მანდატურებმა აქტივისტებს სასამართლოს ეზოც დაატოვებინეს. თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს აქციის მიმდინარეობისას სულ 10 ადამიანი დააკავეს. თორნიკე თოშხუა, მარია მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაკავებულებს შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. თბილისის საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით ბიძინა და 300-ოს კომბინაცია. თოშხუას დაკავების შემდეგ აქტივისტები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ. მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა. პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა. 26 ივლისს დაკავებული 6 ადამიანის საქმე 2 მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ 2 სხვადასხვა სხდომაზე განიხილეს. თორნიკე თოშხუას 3000 ლარიანი, მარია მეყანწიშვილს 6000 ლარიანი, ვასილ ბერიძეს 5000 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. ნატო ბოლქვაძეს 5 დღიანი პატიმრობა, შაკო ბაღდოშვილს კი 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საკრებულოსთან დაკავებულ აქტივისტებს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი.